ამერიკის ხმა ვაშინგტონის სამთავრობო კვარტალში მდგარი. ამ შენობაში 1954 წელს განთავსდა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რომელსაც სწამდა, რომ დემოკრატიის განსამტკიცებლად პრესისა და ინფორმაციის თავისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პრეზიდენტი ეიზენჰაუერი ამბობდა, რომ საერთაშორისო თანხმობას მეტწილად სწორედ თავისუფალი და დაბალანსებული ინფორმაცია ქმნის. სწორედ ამ სიმბოლური დატვირთვის გამოც მისი მემორიალი სულ ცოტა ხნის წინ ამერიკის ხმისა და პრეზიდენტის სახელთან დაკავშირებული სხვა სახელმწიფო დაწესებულებების გვერდით განთავსდა. დამოუკიდებლობის გამზირზე, საიდანაც კაპიტოლიუმის ჩინებული ხედი იშლება. მეთოთხმეტე პრეზიდენტის მემორიალი ქრონოლოგიურად ასახავს მისი ბიოგრაფიის მნიშვნელოვან მოვლენებს. ვუყურებთ ამ შერყეულ დედამიწას და ვაცხადებთ ჩვენს მტკიცე მიზანს. მშვიდობის შენება სამართლიანობით მთელს მსოფლიოში. ეს სიტყვები 1957 წლის 21 იანვარს პრეზიდენტმა მეორე ინაუგურაციის დროს წარმოთქვა. მანამდე კი მოდერნისტული რესპუბლიკანიზმის პოლიტიკის გამტარებელმა პირველი ვადის წინასაარჩევნო კამპანია იმ დროისთვის სამთავარ საკითხზე გაკეთებული აქცენტებით წარმართა: კორუფცია, კორეა, კომუნიზმი. ეს იყო პრობლემები, რომლის მოგვარებასაც ეიზენჰაუერი ამერიკელებს დაჰქვია. ამ სულისკვეთებით 1952 წლის 4 ნოემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ეიზენჰაუერმა 39 შტატი მოიგო, დემოკრატებმა კი მხოლოდ 9. In Washington, thousands were at the airport to cheer the most popular man in America. ეიზენჰაუერის წარმოებული პოლიტიკით ქვეყნის წინაშე არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარების ძირითადი ტვირთი სახელმწიფოზე იყო. მის მიერ შექმნილი სოციალური დაცვის სისტემა განსაკუთრებულ მიღწევად მიიჩნევა. 1956 წლის 29 ივნისს ეიზენჰაუერი ხელს აწერს შტატთა შორის და თავდაცვითი ეროვნული მაგისტრალების კანონს. რომლის მიხედვით 26 მილიარდიანი ღირებულების პროექტით 67,000 კილომეტრის სიგრძის მაგისტრალების მშენებლობა დაიწყო. მაგისტრალების მშენებლობამ ბიუჯეტის დაზოგილი თანხების რაოდენობა ჯამში კოლოსალურად გაზარდა. ქვეყანას კი განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის საშუალება მისცა. გზების დაგებამ ამერიკელებს საშუალება მისცათ საგარმიდამო მიწები დიდი ქალაქებიდან მოშორებით შეეძინათ და ეს ხელს უწყობდა ბიზნესის განვითარებასაც. პირების მასპინძლობით გზებზე მას ამერიკელები ესალმებიან.
ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში საბჭოთა ლიდერი ამერიკულ საუზმეს აგემოვნებს. ეს კადრები ნათლად აჩვენებს იმას, რაც ვიზიტის დასრულების შემდეგ ოფიციალურ კომუნიკეშიც ჩაიწერა. მხარეები ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის პერსპექტივას რეალურად ხედავდნენ. ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ ეიზენჰაუერი ამ პოლიტიკის გაგრძელებით ცივი ომის დასრულებასაც შეძლებდა, რომ არა საბჭოთა კავშირის ცაზე გამოჩენილი ლედი დრაკონი U2 ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი, რომელიც რუსებმა ჩამოაგდეს. ეს იყო 1960 წლის 1 მაისს. In its note, the Soviet government has stated that the collection of intelligence about the Soviet Union by American aircraft is a, quote, calculated policy, quote, of the United States. ამ ინციდენტმა ყველაფერი შეცვალა. ცივი ომი კვლავ ცივი დარჩა, მაგრამ არ დასრულებულა. იმავე წელს ხრუშოვი კვლავ ეწვია ამერიკას. ინციდენტიდან 4 თვეში საბჭოთა ლიდერი ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ჩამოდის. მანჰეტენის ქუჩებში კი ანტიკომუნისტური საპროტესტო აქცია ხდება. აგენტო როიტერის არქივი ინახავს კადრებს, სადაც ჩანს, როგორ მართავს ხრუშოვი პრესკონფერენციას მანჰეტენზე, პარკ ავენიუზე განთავსებული გაეროში საბჭოთა კავშირის წარმომადგენლობის ოფისის აივნიდან. ჟურნალისტები მას ანტიკომუნისტური აქციის შესახებ ეკითხებიან. Then someone asked him about the anti-communist demonstrations. He says a stupid reaction which serves no purpose at all. I hope that Americans are against it and don't participate in this stupid enterprise. Well, look at all the cars that are passing by, and many of them wave to me and are quite friendly. They are the real Americans. How do you know they're the real Americans? Who are they then? You said the real Americans. They... No? And you... Well, if they all are communists, it means that you have quite a lot of communists. No, have you... out in front. ხრუშოვი ცდილობდა პრეზიდენტ ეიზენჰაუერთან ურთიერთობა არ გართულებოდა. ამისთვის მან ისიც კითხვა, რომ ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავის რუსეთის თავზე გამოჩენის შესახებ შესაძლოა პრეზიდენტს ინფორმაცია არც კი ჰქონოდა. ეიზენჰაუერმა კი, რომლის პრეზიდენტობის დროს ამერიკა უკვე გაცხადებულად იცავდა თავისუფალ სამყაროს, კომუნიზმის საფრთხისგან სრული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. დუაიტ ეიზენჰაუერის სამყარომ იქამდე გაიცნო, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად აირჩევდნენ. ეს არ მომხდარა 1950 წელს, როცა ის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნატოს უმაღლესი მთავარსარდალი გახდა და ბუნებრივია არც 1958 წელს, როცა ის კოლუმბიის უნივერსიტეტის პრეზიდენტად აირჩიეს. თავადვე, თავისავე მოგონებებში, ყველაზე მეტ სწორედ ამის შესახებ წერს. მეორე მსოფლიო ომი. 5 ვარსკვლავიანი გენერალი აიკი, იგივე დუაიტ ეიზენჰაუერი ფაშიზმზე გამარჯვების ნამდვილ სიმბოლოდ იქცა. დღეს ნატოში ამბობენ, რომ ამ წოდებას მხოლოდ უინსტონ ჩერჩილთან თუ იზიარებდა. გენერალი აიკი დასავლეთ ევროპაში მოკავშირეთა უმაღლესი მთავარსარდალი იყო და ნაცისტური გერმანიის დამარცხებისთვის გადამწყვეტ სამხედრო ოპერაციებს გეგმავდა და ხელმძღვანელობდა. ბუნებრივია, როგორც მოკავშირეთა მთავარსარდალს, საბოლოო გამარჯვებაში დიდ დახმარებას ალექსანდრე ქართველის მიერ შექმნილი P-47-იც უწევდა. ჯარისკაცებო, მეზღვაურებო, მოკავშირეთა მფრინავებო,
თქვენი ამოცანა მარტივი არ იქნება. მტერი კარგად გაწვრთნილი, აღჭურვილი და ბრძოლის უნარიანია. სასტიკად იბრძოლებს, მაგრამ ეს 1944 წელია. 1940-41 წლების ნაცისტური ტრიუმფის შემდეგ ბევრი რამ მოხდა. ერთა გაერთიანებამ, ჩვენმა საჰაერო შეტევამ დიდი ზიანი მიაყენა გერმანიას. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. მსოფლიოს თავისუფალი ხალხი ერთად მიდის გამარჯვებისკენ. სიტყვებით, რომელიც ეიზენჰაუერის მემორიალის კიდევ ერთ კომპონენტზეა ამოტვიფრული. გენერალმა ჯარისკაცებს 1944 წლის 6 ივნისს ისტორიაში უდიდესი საზღვაო შეჭრის წინ მიმართა. სწორედ ამ ოპერაციით დაიწყო საფრანგეთისა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების გათავისუფლება ნაცისტური ოკუპაციისგან. გენერალი აიკი ყოველთვის ამბობდა, რომ შუაგული ამერიკიდანაა და ერთადერთი, რაც საამაყო ჰქონდა, სწორედ ეს იყო. ეიზენჰაუერი ტეხასში დაიბადა, თუმცა კანზასში, ქალაქ აბინინში გაიზარდა. ამბობდა, რომ თავის მრავალშვილიან ოჯახში, ცენტრალურ კანზასში, რთულ პირობებში 6 ვაჟი გაიზარდა. თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი გზა ვიპოვეთ და ამ გრძელ გზაზე თავში აზრადაც არ მოგვსვლია, რომ ღარიბები ვიყავით, არადა ვიყავით. იხსენებდა პრეზიდენტის რანგში 1956 წელს სატელევიზიო გამოსვლისას. რთული ფინანსური მდგომარეობის გამო იყო პერიოდი, როცა ეიზენჰაუერი სამხედრო კარიერისთვის თავის დანებებას ფიქრობდა. მას სამხედრო კორესპონდენტობას და მაღალ ანაზღაურებად სამსახურს თავაზობდნენ. თუმცა ვესტ-პოინტის კურსდამთავრებულმა თავდაპირველ მიზანზე უარი არ თქვა. ასე გახდა პატარა ბიჭი შუაგული ამერიკიდან გენერალი აიკი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.